ეს 4 შაბათი 10 ივნისი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამომშვიდობისა. დღეს ჩვენ შეკითხვით საჯარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანალიზე უპასუხებს. საღამომშვიდობისა, მადლობა რომ დაგვთანხმდით. საღამომშვიდობის ბატონო ვახო, მივესალმები ტელეაუდიტორიას, მადლობა მოწვევისთვის. ორ თვეზე მეტია, რაც თქვენ აგირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოცემულობით უმაღლეს საბჭოში არის ქართული ოცნება და მხოლოდ ერთი პარტია გახარია საქართველოსთვის. რამდენიმე პარტია უარი თქვა როგორც აქ ისე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე. რა დააკლა უმაღლეს საბჭოს, რომ დღეს არ არიან ისინი წარმოდგენილები? საინტერესო კითხვაა და მრავლის მომცველი და მოიცავს ალბათ მთელ იმ პოლიტიკურ მოვლენებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში და შეიძლება უფრო მანამდეც, გულისხმობ 2024 წლის საპარლამენტო და უმაღლეს არჩევნებამდეც დაიწყო, გვახსოვს ჩვენ ბოიკოტები 2020 წელს, რომელიც პრაქტიკულად გამოდგა 4 წლის შემდეგ გენერალური რეპეტიცია. რა დააკლდა უმაღლეს საბჭოს, ჩვენ ამაზე ვამბობდით ხშირად, არაერთი საჯარო კომენტარია ამ კითხვას რო უპასუხოთ კონკრეტულად. რა თქმა უნდა, აქსიომაა, რომ განსხვავებული აზრების დარბაზში, წარმომადგენლობით ორგანოში დემოკრატიისთვის ოპონირება, მრავალპარტიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში იყო დანაკლისი თქვენი კითხვის ფორმულებიდან გამომდინარე, რომ ესე ვთქვათ, უპასუხოთ ამ ყველაფერს პირველ რიგში ოპოზიციისთვის. თქვენ იცით და საზოგადოებაც არის ძალიან კარგად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ უმრავლესობა 2024 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მოიპოვა ქართულმა ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ სრულად პროპორციულ არჩევნებზე, რაც იყო ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება, პოლიტიკური დაპირება ქართული ოცნების, რომელზეც არაერთმა პოლიტიკურმა თაობამ, ესე ვთქვათ, იბრძოლა ამ ქვეყანაში და ეს როგორც რეგიონალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე უკვე მიღებულია და ჩაშვებულია პრაქტიკაში, ასევე ელექტრონული ხმის დამცველი სისტემები, რომელსაც ყველაზე დიდ პოპულარიზაციას, მათ შორის წინა საარჩევნო შეხვედრებს თუ გადავხედავთ, ეთერებს თუ გადავხედავთ, სწორედ ოპოზიცია უწევდა. მაგრამ რომ დაუბრუნდეთ ისევ კითხვას კონკრეტულად. როგორც ინსტიტუცია, თავისი ფუნქციონირების თვალსაზრისით, და თქვენ ახსენეთ ორი პოლიტიკური სუბიექტი, არაფერი არ დაკარგა იმ თვალსაზრისით, რომ უმაღლესი საბჭო თავის უფლებამოსილებებს, რაც კონსტიტუციური კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიდან გამომდინარე არის, ყველაფერს შესაბამისად ასრულებს. ეს ეხება საზედამხედველო ნაწილს, წარმომადგენლობით ნაწილს, ბიუჯეტის ფორმირების პროცესს, მთავრობის კონტროლს თუ ყველა იმ ძირითად ფუნქციას, რომელსაც რეგიონის საკანონმდებლო ორგანო ახორციელებს. დააკლდა პირველ რიგში პოლიტიკურ პროცესს და ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო რადიკალურმა ოპოზიციამ, თუ შევხედავთ ობიექტურად, თვითგანადგურებისთვის იყო პირველ რიგში ამ შედეგზე გავიდა პრინციპში. განადგურდა ამით ოპოზიცია? ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად პულსი არ ესინჯება ოპოზიციას, იმიტომ რომ ერთადერთი ასპარეზი, რაც დაიტოვეს, ეს გახლავთ აქციები, ქუჩის აქციები, რომელიც წლების განმავლობაში უკვე რაღაცა ეს შეფუთვა 500 მე რამდენი დღე ესე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტს, რომელიც კონსტიტუციურ და კანონიერ ჩარჩოშია პატივს სცემთ, თუმცა ჩვენ ვამბობთ, ეხლა ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შეფასებებს ვაკეთებთ, პოლიტიკურ თოქ-შოუში ვართ, რამდენად შედეგის მომცემია და რას აძლევს ეს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. პრაქტიკულად არაფერს. პრაქტიკულად აღქმებს რეალობის, რომლისგანაც აბსოლუტურად დაცილებულია და შედეგებს ვხედავთ რას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი აბსოლუტურად სკეპტიკურად და უკვე აზრ შეცვლილიც კი უყურებს იმ ეგრეთ წოდებულ დატრენდილ უწყვეტი პროტესტის აქციებს, რომელიც ვიღაცამ ან შიგნით, ან გარეთ სხვა მოცემულობა არ შეიძლება ყოფილიყო, დაგეგმა, თუმცა აი რაღაც უინტერესო სერიალივით გაგრძელდა, არსებობს ალბათ ბევრი ესეთი სატელევიზიო სივრცეში, რომელიც არ სრულდება, ერთი და იგივეა ყველა სერია, მაგრამ საზოგადოებისთვის და მაყურებლისთვის არის მოსაბეზრებელი. შეიძლება დაახლოებით ასეთ რამეს შევადაროთ ის უწყვეტი პროტესტი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური შედეგი ოპოზიციისთვის არ აქვს, უბრალოდ არსებობის დაფიქსირებას ახდენენ 2 ან 3 კაცის მეშვეობით, თუნდაც ჩვენს რეგიონში
ამას გულისხმობ იმის გამო კი არა რომ ვიღაცას ვაკნინებ, არამედ სტრატეგიაზე ვსაუბრობ და ამას ვსაუბრობ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს ოპოზიციას და ოპოზიციამ თავისი ბოიკოტით ის რომ დაეზარათ საპარლამენტო საქმიანობა, უმაღლეს საბჭოში მანდატების გამოყენება პრაქტიკულად ამომრჩევლის დაკვეთა უგულებელ ყოს და შესაბამისად ახლა არის პოლიტიკური შატალო დაუსრულებელი, რაც თქვენ ახსენეთ კითხვაშიც ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეწყვიტა პრინციპში გახარია საქართველოსთვის ეს პოლიტიკური შატალო, ალბათ პრაგმატული ინტერესიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს იყო გადარჩენის ერთადერთი გზა. თუმცა ძნელია რეაბილიტაცია. კითხოთ, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქალბატონმა თეატრულუკიანა ამ პარტიაზე განაცხადა, რომ თქვენცო ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრთა ხართ აქო. თქვენ ეთანხმებით წულუკიანის ამ განცხადებას? ჩვენ ვხედავთ და ვეთანხმებით თანმიმდევრულად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამოცხადებიდან აბსოლუტურ მოქმედებას იუნისონში, როგორც რადიკალური ფრთის, ანუ არ საპარლამენტოს, რომელსაც შეუწყდა მანდატები, აგრეთვე გახარია საქართველოს პარტიის მოქმედებებს, არაფრით არ განსხვავდებოდა, იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი, სიების არ ჩახსნა და როგორც კი დააკვირდნენ მოვლენებს, რომ ოპოზიცია სულს ღაფავდა, მათივე გადარჩენისთვის, გადარჩენის მცდელობისთვის, უფრო სწორი ეგრე იქნება, იმიტომ რომ ну შეუძლებელია ხა ამ პარტიის რეაბილიტირება, სწორედ მაგას ვამბობ. რეაბილიტირება შეუძლებელია მას შემდეგ, რაც არათანმიმდევრული განცხადებები, შეფასებები, მოლოდინები, ნაბიჯები, რაც ამ პარტიამ განახორციელა, შეუძლებელია მოხდეს მათი რეინკარნაცია, ესე ვიტყოდი, მაგრამ იყო ესე ვთქვათ ბოლო შანსი იმისთვის, რომ გარკვეულწილად პარტია პოლიტიკურ სივრცეში ერთგვარად დარჩენილიყო და ამისთვის გამოიყენეს უკვე ის მეთოდი, რაც ერთგვარად წინსწრებად ალბათ იმათგან განსხვავებით სიის არჩახსნასთან დაკავშირებით გაითვალისწინეს. კიდევ ერთი პარტია, რომელმაც აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეფასება ქალბატონ თეატრულუკიანის, რაც თქვენ კითხვაში ბრძანეთ, რომ ჩვენ ვხედავდით არაღიარების ნაწილს 300,000 ხმაზე გაყალბებულ ხმაზე, რომელიც იმდენად აბსურდია, რომ წარმოუდგენელია. პატარა ქვეყანაში ამ ტიპის მასშტაბები სცენარშიც რო გაწერო, მაგრამ ხა ყველაზე მეტად ალბათ ღიმილის მომგვრელი არის ის, რომ ეს 300,000 ხმაც კი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. კიდევ ერთი პარტია, რომელმაც როგორც აქ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, ისე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, ეს პარტია ლელო იყო, მანდატები მათ გააუქმეს. დღეს მათი პოზიცია პრაქტიკულად არის შეცვლილი. ისინი საუბრობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის აუცილებელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ შეცვალა ლელომ ეს ტაქტიკა? შესაძლებელია ცოტა აზრზე მოვიდნენ, სწორედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც არის ქვეყანაში. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, კონსტიტუციურად, პოლიტიკურად. ეს მოცემულობა ხალხი წყვიტავს, ვინ უნდა იყოს მათი წარმომადგენელი და ვის უნდა კონდეს უმრავლესობა. ლელომ ეს გადაწყვეტილება პრინციპში შესაძლებელია ითქვას, რომ ერთ წელიწადში შეცვალა, რადგან ლელო ძლიერი საქართველოს საარჩევნო გაერთიანება 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობას, მათ ყავთ საკრებულოებში თავიანთი წარმომადგენელი. უბრალოდ რადიკალიზმის ის დონე, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წამოვიდა და დღემდე გრძელდება, ჩვენ შევეხეთ ამ ეგრეთ წოდებულ ბრჭყალებში დატრენდილ, ესე ვთქვათ, სერიალს, რაც უკავშირდება უწყვეტი პროტესტის ნაწილს, რომელსაც არანაირი შედეგი არ აქვს. და ამაში წმუნდება თავად ავტორები, თუმცა ეხა, რა თქმა უნდა, ჯიუტად იცავენ თავიანთ პოზიციას და ის პარტნიორები, რომლებიც ამ პროცესში შევიდნენ, შეიყვანეს, გარკვეულწილად ტყვეები გახვდნენ ამ ნაბიჯის, ამ გადაწყვეტილების. ხოლო ცდილობს გარკვეულწილად სხვა პოზიციები დაიჭიროს საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში, თუმცა ძალიან ძნელია ასე რადიკალურად გაემიჯნო აბსოლუტურად საერთო ფასეულობების, ღირებულებების, ნაბიჯების, თანამონაწილეობის გადაწყვეტილებებს, რომლებიც
მათ მიიღეს და მათი ავტორობით იყო არაერთი შეკრება გაკეთებულა, სხვა შორის მათ ოფისში, ხშირად შეკრების ადგილი პირველ შემთხვევაში იყო შალვა ნათელაშვილის ოფისი, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ბატონი შალვას ფანჩატური და შემდგომში უკვე იყო ხაზარაძე ჯაფარიძის ოფისი, სადაც უკვე შემდგომი საპარლამენტო არჩევნების დროს ხდებოდა, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა, რამდენად გაერთიანებული ამაზე საზოგადოება კარგა ხანია თავის დასკვნებს აკეთებს და ამ პროცესში თავიდან ბოლომდე ეს პარტია ლელო იყო ჩართული. მაგრამ ყველა ხვდება, რომ იმ სტრატეგიას, რომელიც არჩეული აქვს ოპოზიციას, არანაირი შედეგის მომტანი არ არის. შესაბამისად, წეგან გახარიას ნაწილთან დაკავშირებით, რაც ვახსენეთ, ლელოსთვისაც არის სწორედ დღის წესრიგში საკითხი, როგორ გადაირჩინონ მინიმალურად თავი მაინც პოლიტიკურად. შესაბამისად, ეს გარკვეული სტრატეგიული გადახვევები ემსახურება იმას, რომ გარკვეული პოლიტიკური სახე თუნდაც მათ ამომრჩევლებთან როგორმე იქნას სტრატეგიაზე შემდგომი არჩევნებისთვის. როცა სტრატეგიაზე საუბრობთ, საერთოდ აქვს თუ არა სტრატეგია ოპოზიციას. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ჩვენ ნახეთ რამდენიმე თვის წინ იგივე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული ეს პარტიები თითქოს რაღაც ალიანსი ჩამოაყალიბეს და არ გავიდა რამდენიმე დღე თუ კვირა, ხედავთ რომ დაპირისპირება არის და ეს დაპირისპირება გასდა ალიანსის ჩარჩოებს, მიდის სოციალურ ქსელში, სატელევიზიო ეთერებში ერთმანეთის ლანძღვა პირდაპირ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ. თქვენი შეფასება გარედან როგორი არის, იქ რა ხდება? ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს ალბათ ობიექტურად რო შეხედოს იმ პროცესებს, რაც თქვენ კითხვაში ახსენეთ, ოპოზიციური გაერთიანებები, დაშლა, შერწყმა, ეს ყველაფერი ალბათ ობიექტურად რო შეხედო არის ან საკუთარი თავის მოტყუება ოპოზიციის მხრიდან, ან მცდელობა რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანო. არ არის ჩვენი საზოგადოება უგუნური, მე მგონი არაერთხელ გამოჩნდა ჩვენი ამომრჩეველი საკმაოდ კარგად უკეთებს ანალიზს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, მათ ფასეულობებს, ღირებულებებს და ის ხდება, რაც უნდა მოხდეს ასეთი ხელოვნური გაერთიანებების შემთხვევაში. არაერთ გზის ვნახეთ, ფინალიც იქნება იგივე, ესეც არის რაღაცა სეზონების მიხედვით აქვთ ერთგვარი ალიანსები, გაერთიანებები, გამარჯვების სტრატეგიები და შემდგომში ვხედავთ რას? დაუსრულებელ დაპირისპირებას ერთმანეთში. მაგრამ ამის საფუძველი არის სხვა რამ. ვინ თუ არა ყველაზე კარგად იცის ოპოზიცია, რომ ვერ მოუგებს ვერც ერთ ასპარეზზე ქართულ ოცნებას არჩევნებთან მიმართებით. ნებისმიერ შემთხვევაში რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს. პროპორციული მით უფრო ოპოზიციისთვის არის ასარგებლო. რატომ ვერ მოუგებს? მიზეზი რა არის? მიზეზი არის ქართველი ხალხის ნება. ამომრჩევლის ნება. ყველაზე მეტად თუ ვინმე არის დარწმუნებული, მე ასე მგონია და ასე მჯერა, რომ ქართულ ოცნებას ვერ დაამარცხებს ოპოზიცია, ეს არის თავად ოპოზიცია. შესაბამისად, მუდმივი კონკურენცია არის განსაკუთრებული ადგილი რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ეჭიროს ისე ოპოზიციაში. აქ ოპოზიციურ ფლანგზე არის ბრძოლა. ეს დაპირისპირებები, ეს გაერთიანებები, ეს აქტივობები ემსახურება ერთადერთ მიზანს. გქონდეთ ცოტა კარგი ადგილი ოპოზიციურ სპექტრში. თორე ამ ადამიანებმა იციან პირველ რიგში და დარწმუნდნენ 10 არჩევნებში. ქართველი ხალხის ნებით, ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანით. რომ ეს ხალხი ქართული ოცნების დამარცხებელი ვერც ერთ არჩევნებში ვერ არის. არჩევნებამდე როგორ მივა საქმე თუ თქვათ საკონსტიტუციო საკითხი დააკმაყოფილებს ქართული ოცნების სარჩელს, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა და მათთან ასოცირებული პარტიები აიგრძალება. ეს მოთხოვნა შესულია ხო საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს თუ ასე მოხდება, მაშინ რა ხდება? ეს თუ ასე მოხდება, არავისთვის არ იქნება გასაკვირი. თუ დემოკრატიას უპირისპირდები, მაშინ დემოკრატიაში შენი ადგილი არ არის, ხო მარტივად რო ვთქვათ. ზოგადად ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფოს, ასევე დემოკრატიულ ინსტიტუტებს, დემოკრატიულ პროცესებს ეს ჯგუფები მუდმივად
თავისი რადიკალიზმით შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხანდახან ბუნებრივია, იყო გარკვეული ტიპის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება და ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო ამაში არაერთი ქვეყნის, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, რომ აქ გამოწვეულიყო გარკვეული საპროტესტო მუხტი და ტალღა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი თავის ლოგიკურ ახსნამდე მიდის და სწორედ ამ ლოგიკურ მოცემულობაში, ამ პოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება დღეს საქართველო. შესაბამისად ის გადაწყვეტილება, ის მიმართვა ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკური პარტიის მხრიდან, მათ შორის პოლიტიკური პარტიის ნაწილია, ბუნებრივია ცხადია ამ ნაწილში ჩვენი ფასეულობების, აბსოლუტურად არის დასაბუთებული და არაერთ არგუმენტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ძალიან ბევრ ფორმატში და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სწორედ ამ საფუძვლებთან მიმართებით, რაც უკავშირდება სწორედ არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს რადიკალების მხრიდან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს კონსტიტუციური წყობილების უგულებელყოფას და მუდმივ ცდილობას, რაც არის დემოკრატიის, სახელმწიფოებრივი არსებობის გარანტიის იმ საკანონმდებლო ჩარჩოს უზრუნველყოფის ნაწილი, სწორედ ამის დაზიანების ცდილობები და არაერთია ეს, რაც ძალიან კარგად იცის ჩვენმა მაყურებელმა. ოპოზიციასთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში ყოველ შემთხვევაში მარტო ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ერთი ნაწილი არ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას. ევროპარლამენტიდან რეზოლუციაზე მოდიოდა, ჩვენ ხედავდით, ისინი მოითხოვდნენ რამდენიმე კანონის უკან გაწვევას, აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. დღეს მთელი ამ ხნის განმავლობაში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება მოხდებოდა და ეს თემა დღესაც ისმის. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და ყველაფერი ამას როგორ აფასებთ? ჩვენ წეღან ვახსენეთ სწორედ ძალიან ბევრი მცდელობა, გარკვეული სცენარების, პროდუქტების, შანტაჟის მექანიზმების გამოყენება გარედან იმისთვის, რომ ქვეყანაში მაღალი საპროტესტო მუხტი გამოწვეულიყო და ამით მომხდარიყო ხელისუფლების შეცვლა, მათ შორის რევოლუციური გზით, რაც არაკონსტიტუციური გზა არის. განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინაში დაიწყო საომარი მოქმედებები და სამწუხაროდ დღემდეც არ დასრულებულა, ხედავთ განუწყვეტლივ ორკესტრირებულ შეტევას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ერთადერთი მიზეზით საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად პრაგმატულად ეროვნული ინტერესის მიხედვით მოქმედებს. რომ შევხედოთ ახლა და საქართველოს მოქალაქეებიც კარგად ხედავს ამას. უკრაინის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის პირებს აქვს რაიმე ტიპის უსაფრთხოების პრობლემები, ან ფინანსური ან ეკონომიკური პრობლემები, კორუფციასთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩაერთვებოდა ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას და სხვადასხვა პარლამენტებში და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებში ივლიდა წითელ ხალიჩაზე, კანცელარიებში. მაგრამ რა თქმა უნდა დაზარალდებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ეკონომიკურ სანქციებზე მიერთება რუსეთთან მიმართებით ეკონომიკურ სანქციებზე მიერთება არ არის მხოლოდ ეკონომიკური აქტი, ამას მე მგონი ყველა იაზრებს. რომელმაც არა მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ეკონომიკის პრობლემები შეიძლება შექმნას, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობის პრობლემები შესაძლებელია შექმნას ამ გეოპოლიტიკის ნაწილში იმ ფონზე განსაკუთრებით, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად დაინახა თუ რა არის მიზანი ამ რეზოლუციების. რა იყო ბაიდენის ადმინისტრაციის განუწყვეტლივი ნეგატიური ყურადღება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. და რა იყო ჩვენი ოპოზიციის, თქვენ კანონებიც ახსენეთ გაუქმებასთან დაკავშირებით და ის ჩვენ რა პროცესების, რა შეურაცხყოფის, რა ბულინგის გადატანა მოგვიწია სწორედ იმ საკანონმდებლო რეგლამენტაციებთან მიმართებით, რასაც თქვენ გულისხმობთ. მაგრამ დადგა დრო და ცოტა ხანში იგივე საარჩევნო გზავნილებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გახდა პრეზიდენტი სახელმწიფოში. ამას ყველა ხედავს. და აპლოდისმენტებით იყო ჩაბრძანებულები ეს ბატონები და
400 მეტრიდან მარტო რუსეთი არა რომ ეხმარებოდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რა სანქციების დარღვევასთან დაკავშირებით ახლა უკვე ირანის თემაც შემოიტანა ხო ოპოზიციამ რომ თითქოს და რაღაცა სანქციების გვერდისავლაში ეხმარება საქართველოს ირანს რას აძლევს ეს როდესაც მანამდე ჩამოსული იყო სპეციალური დელეგაცია და აქ ადგილზე შეამოწმეს იყო თუ არა მართლა ეს ასე და იყო მათი პასუხი რომ საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი არ არღვევდა ამ შემთხვევაში დიახ აკონტროლებს სანქციებიდან თავის არიდების ნაწილს უამრავი რა თქმა უნდა ფილტრი არსებობს ამ ნაწილში უამრავი დასკვნა არსებობს ყულევის ნაწილი გახსოვთ ხო თქვენ მთელი ოპოზიცია მათ შორის პატიმარი სააკაშვილიც პოსტავდა მრავალგზის რომელიც არის სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის დასანქცირებას ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს შესწავლილი იქნა ყველა ასეთ შემთხვევა მათ შორის კონკრეტულად ყულევის ნაწილიც მაგრამ ფაქტი რა არის ტყუილი დააბრალე თავი იმართლოს ან იქნება ამ ტყუილმა მოახერხოს ის რომ ბევრი ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და რეზოლუციები თუნდაც თქვენს ახსენეთ ყოფილი პრეზიდენტის ნაწილი არაერთ რეზოლუციაში პირდაპირ ტექსტით ჩაიწერა მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ჩვენ ხედავთ რომ ეს ადამიანი მაშინ წლები გავიდა აბსოლუტურად ახერხებს ისევე როგორც აზრების გამოთქვას ასევე სასამართლო მით უმეტეს რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც არის ხომ პოლიტიკურ ნაწილში საქართველოსგან მოითხოვენ რომ სააკაშვილის გაშვება მომხდარიყო სტრასბურგის სასამართლომ კი არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ხომ აქ რა ხდება აქ რა ხდება და ერთი ხდება ის რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში საუბრობთ და თავარი ერთი კი არა ერთადერთი და მთავარი აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური განცხადებები, რომლის მიზანი არის საქართველოში ხელისუფლების შესუსტების შედეგები, რასაც ვერ აღწევენ და შემდგომში როგორც კი ხდება გარკვეული ტიპის ანალიზი, შესაბამისობა, როგორც პოლიტიკური და სამართლებრივი აუდიტი, შერწყმა, ამ დროს აბსოლუტურად სხვა არის სურათი. იგივე ევროკომისიის დასკვნები კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, ხო? ჩვენ რო დავანებოთ ობიექტურ საერთაშორისო შეფასებებს თავი, მათ შორის როცა რაღაც ტიპის რეფორმებთან მიმართებით, სწორედ ასოცირების ხელშეკრულების ნაწილში, უკვე მათემატიკური დათვლა წავიდა ამ ტრიოს შორის, მოლდოვასა და უკრაინას შორის, თითქმის ყველა ასპექტში, კომპონენტში ძალიან დიდი პროგრესი აქვს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ რეალურად იცით რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭების ნაწილი ჩვენთვის გადაიდო და უამრავი პოლიტიკური საყვედური განცხადება და გარკვეული მითითება მოყვა ამ ყველაფერს. საბედნიეროდ ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხდება რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ამის გაანალიზება არ უჭირს. დღეს არის ინფორმაციის თავისუფლება. ვისაც კი აინტერესებს ამ ქვეყნის ბედი, ცხადია, უფრო სხვაგვარად უდგება და სიღრმისეულად ყველა ამ პროცესს. ძალიან ბევრი ადამიანი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვინ ჩვენ კანონები ვახსენეთ, სანქციების საკითხები, გახსოვთ როგორი პედალირებული იყო ოპოზიციის ხო, რეალურად ამ სანქციებმა რა მოიტანა? რეალურად ვერაფერი. ესეც გახდათ სწორედ გამიზნული იმისთვის, რომ დაზიანებული იყო მართველი გუნდი, დაზიანებული იყო საქართველოს ხელისუფლება. ამ რეზოლუციებშიც პირდაპირ იყო მოწოდება ეკონომიკური სანქციების მიერთებასთან მიმართებით. არა მარტო განცხადებები იყო, საპროტესტო აქციაზეც ხომ იყვნენ დიპლომატები, რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის ევროდეპუტატები, მისულები ხომ ამ საპროტესტო აქციებზე. ამაზე იყო ოფიციალური თბილისის პროტესტი, ხო? როდესაც ხედავდნენ რომ სხვადასხვა დიპლომატები მიდიოდნენ აი ამ ანტისამთავრობო აქციებზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქონდათ მოლოდინი თვითონ გარედან რომ აქ ხელისუფლების ცვლილება მოხდებოდა, რას ეხმობოდა მათი ასეთი ვთქვათ ქმედებები მაშინ? რა თქმა უნდა, არსებობდა მიზანი, ამოცანა. ამ ამოცანის განხორციელებისთვის ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული, რაზეც საუბარი შესაძლებელია ვერ მოეწროს, ვერ ჩაეტიოს დღევანდელ ჩვენს ეთერში. თუმცა იგივე ნაწილი, რაც ელჩების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩარევა, რაც არის
საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და გასვლა პოლიტიკურ მიტინგებზე. ყველანაირი წითელი ხაზი იქნა დარღვეული იმისთვის, რომ როგორმე ხელისუფლება საქართველოს შეცვლილიყო, მაგრამ ვერ მოხდა ქართველი ხალხის დარწმუნება და ყველაზე მეტად მშვიდობის ფასი სწორედ ჩვენმა ქვეყანამ იცის. ჩვენი ისტორია არის სავსე. ბრძოლით, ომით, მეომარი ერი ვართ და ყველაზე მეტად ვიცით მშვიდობის ფასი ალბათ. ესეც არის ერთ-ერთი გენეტიკური აზროვნების ნიშანი, როცა გაიაზრენ რასთან მქონდა საქმე. და რის გამო იყო ჩვენს მიმართ საყვედური. ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობებთან დაკავშირებით გახსოვს რა ტიპის განცხადებები იყო და დღესაც რამდენიმე სენატორი კონგრესში ამაზე ძალიან აქტიურად საუბრობს. აი რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ევროპაში სავსეა ის კომპანიები, ჩინური კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ სხვადასხვა პორტში. და აბსოლუტურად ნორმალურად მიიჩნევენ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენთვის რეზოლუციების დონეზე იქნა ეს ყველაფერი გადმოტანილი. იგივე გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც კი ჩვენთან ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოხდა, არაერთი მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან საყვედურები, მოწოდება ქართველი ხალხის მიმართ, რომ გადაარჩინეთ ქვეყანა, დემოკრატია, გადაირჩინეთ თქვენი თავი, აი რაღაც ძალიან კარგად მომზადებული, მსახიობურად, ემოციურად იმისთვის, რომ აქ მუხტი აწეულიყო, შეხედა ქართველმა ხალხმა რეალურად რასთან იყო საქმე. რა იყო ამ ყველაფრის მიზანი? რას მიიღებდა საქართველოს აწმყოში და მომავალში ამ გზავნილებით? და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ემოციური იყო, რომელზეც იმოქმედა ამ ყველაფერმა, დღეს სხვათა შორის შეცვლილი დამოკიდებულებით არის. ხშირად აზრს მოაზროვნე ადამიანებიც იცვლიან, მაგრამ თქვენც ახსენეთ ამერიკის პოლიტიკა და იყო ბაიდენის ადმინისტრაციისგან მართლა ყოველდღიური განცხადებები, ხო, საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ახლა ვხედავთ, რომ ეს ასე აღარ არის. ნახეთ, როგორც ამერიკიდან ჩამოსული დელეგაცია, ისე საქართველოს დელეგაცია ამერიკაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, მანამდე საქართველოს ხელისუფლება ამბობდა ასეთ რამეს, რომ მზად ვართ, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ეს ურთიერთობა. როგორ ფიქრობთ, დაწყებულია სუფთა ფურცლიდან ურთიერთობა? ყველანაირი შესაძლებლობა და წინაპირობა არსებობს ამის. ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არის კარდინალური განსხვავებები. ჩვენ რასაც ვამბობდით და გახსოვთ, გარკვეულწილად დაიტრენდა თითქოს ქილიკის საკითხი იყო Deep State-ის ნაწილი, რომელიც თვითონ ტრამპმა მრავალგზის ახსენა, როგორც წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში, აგრეთვე ინაუგურაციის და უფლებამოსილების განხორციელების შემდგომაც. ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ალბათობით ხედავს საქართველოს როგორც სუვერენულ, თავმოყარი და ღირსეულ პარტნიორს, რომელიც მოქმედებს აბსოლუტურად პარტნიორულად, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი ეროვნული ინტერესებით. ასე არის ამ სახელმწიფოს არსებობის მიზანიც ეს არის, რომ იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესებით. და შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე მთავარი რაღაცის გაკეთება. თქვენ იცით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ასევე გარკვეულწილად მიმდინარეობს კარგად ორგანიზებული PR კამპანია ქართული ოცნების დაზიანების კუთხით, რომ თითქმის ყველა რადიკალი ოპონენტი იხსენიებს თითქოს რუსულ ოცნებად. აი სწორედ ის არის ყველაზე მთავარი ქართული საქმე, რომ 4 წლის განმავლობაში მიუხედავად უპრეცედენტო ზეწოლისა, აქ დღეს ჩვენ არ გვაქვს რუსული პოლიგონი. ეს მოახერხა ქართულმა ოცნებამ. და ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს, როგორც უნდა ისე აკრიტიკოს, გამოხატვის თავისუფლებაა. მაგრამ ამ პარტიის დამფუძნებელს, რატომ ბიზნა ივანიშვილს, ძალიან ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული. და ამ საქმეთა შორის უდიდესი არის სწორედ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. რომ არა ეს პარტია, რომელიც იყო შესაძლებლობა, ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვერ მოხდებოდა, ბევრი მცდელობა იყო. შეცვლილიყო სააკაშვილის ჩაგვრელი და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი. და რომ არა ეს პარტია 2022 წელს შეუძლებელი იქნებოდა შვიდობის შენარჩუნება და შეუძლებელი იქნებოდა
სახელმწიფოს და მოსახლეობის გადარჩენა. ამიტომ ჩვენი მიზანი, მათ შორის ჩემი პერსონალური მიზანი, ჩემს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან, კოლეგებთან ერთად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ყოველთვის იქნება ამ პოლიტიკური პარტიის გაძლიერება. ჩვენ პოლიტიკური ორგანო ვართ. არაფერს არ ვამბობ განსხვავებულს. ერთ-ერთი საქმიანობის, სწორედ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაძლიერება, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. აჭარის თემით დავიწყე და აჭარის თემით მინდა დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. თქვენ ამ თანამდებობაზე პრაქტიკულად 2 თვეა რაც ხართ. ახალი არის, შეიძლება ითქვას, მაინც ზურაბ პატარაძე მიუხედავად იმისა, რომ ის მეორედ იკავებს ამ თანამდებობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი რა არის დღეს? მადლობა კითხვისთვის. მე მინდა, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის წევრია 2016 წელს ბატონი ზურაბ პატარაძე, როცა გახდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მაშინ უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტის არჩევნები იყო მოგეხსენებათ და სწორედ მაშინ შემოვედი უმაღლეს საბჭოში, პრაქტიკულად პოლიტიკურ პროცესებში პარალელურად ჩავერთეთ და რა თქმა უნდა ეს ბატონი ზურაბის ინიციატივა იყო, გამოწვევა ჩემთვის, რომელიც მივიღე, ცხადია. ძალიან კარგად იცნობს მთავრობის ახალი ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ ყველა ტიპის გამოწვევას, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც სავიზიტო ბარათაც არის დღეს რეგიონის ქცეული, როგორც მაღალმთიანეთში, ასევე ბათუმში, სწორედ მისი ავტორობით ბრძოლის შედეგად არის განხორციელებული და ყველა ის გამოწვევა, რაც უკავშირდება ტურიზმს, სოციალურ საკითხს, ინფრასტრუქტურას, რომელშიც არა მხოლოდ პროექტები შედის, არამედ მათ შორის ის მყიფე გეოლოგიური პროცესები, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი რელიეფისთვის, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ითვლება ჩვენი რეგიონისთვის, რასაც კარგად იაზრებს აღმასრულებელი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მოლოდინი იმისა, რომ ექნება პოზიტიური ზეგავლენა მის საქმიანობას, როგორც უახლოეს მომავალში, ასევე გრძელვადიან ნაწილში ჩვენს რეგიონთან მიმართებით. რა თქმა უნდა, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და გაწეული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ძალიან პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანს, საქართველოსიდან განსაკუთრებულ მინისტრს, აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს, ბატონ სულხან თამაზაშვილს და წარმატება უსურვო მას ახალ პოზიციაზე. ეს გუნდი, ეს ლოგიკური პროცესები, გადაადგილებები ცხადია, ერთ რამეს ემსახურება, გაძლიერდეს მართლობა, გაძლიერდეს ინტერესი, გაძლიერდეს შედეგები, რომელიც რა თქმა უნდა დადებით ზეგავლენას მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. მადლობა. მადლობა, რომ დავთანხმდით კიდევ ერთხელ ინტერვიუზე. თქვენ უსმენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს სოტ მეანანძეს, ორჩაბაჩოქვებით გახდით.